წუთებში დასრულდა დიან მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი. მე მინდა რამდენიმე წუთით გაჩვენოთ თქვენ სასამართლოს ხდომის დარბაზი, სადაც მინდა გითხრათ ვთხოვოთ, რამდენად მოგცემს საშუალება კადრს ოპერატორი. ჩაკეტილი არიან პროკურორები. სანქცირებული პროკურორს ხედავთ, მეორე ოზურგეთის პროკურორი. ეს ადამიანები არიან ჩაკეტილი ამ დარბაზში, იმიტომ რომ არ გამოვიდნენ და მედიის შეკითხვებს არ უპასუხონ. საკმაოდ ცელი და საინტერესო სასამართლო პროცესი ჰქონდა დღეს და ადვოკატებმა პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მტკიცებულება წარმოუდგენლად გააბათილეს და მოსამართლე იყო ძალიან აგრესიული. ეხლა ხედავთ თქვენ სასამართლოს ხდომის დარბაზს როგორ არის, აი ყველა ფანჯარა დაკეტილი. ასევე იყო მთელი დარბაზი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში და ამის მიზეზი იყო ის, რომ მთელი ხდომის განმავლობაში ადამიანები შენობის გარეთ სკანდირებდნენ მონა პოლიციელებზე, სკანდირებდნენ ასევე იმაზე, რომ ეს არის უსამართლო სასამართლო და მოსამართლემ დისკომფორტი არ შექმნა მას პროკურორებს და მოწმე პოლიციელებს გათბობა ჩართულ დარბაზში, მანდატურებს პირდაპირ დაავალო, რომ ყველა ფანჯარა დაკეტილი იყოს. აი ამ პირობებში მოუწიათ დღეს ადვოკატებს მუშაობა. ქალბატონი მაიამ წარიაშვილია ჩვენთან ერთად. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვრთანხმდით. მე ვიცი, რომ დღეს ძალიან რთული დღე გქონდათ და ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრათ ახალ გარემოებაზე, რომელიც დღეს გაირკვა. 2 საათის განმავლობაში მზია ამაღლობელი იყო ხელბორკილ დადებული ოთახში, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არ ვიმეორებთ იმ სიტყვებს, საკმაოდ უხერხული და უხამსი წინადადება უნდა ედოს კაბინეტში ბორკილები. რას ეტყვით ჩვენ მაყურებელს აი ამ ყველაფერზე და მოწმე პოლიციელებზე, რომლებმაც დღეს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აქვთ. დიახ, ესე იგი დღეს იყო სხვა თვალსაზრისით საინტერესო ეს პროცესი, მტკიცებულებების დარჩის თვალსაზრისით მოკლედ გეტყვით. ამ პროცესში ვითხოვდით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 2 მოწმე პოლიციელი, რომელებმაც მისცეს იქ სრულჩვენებები და სასამართლომ მიიღო შემდეგ გადაწყვეტილება ამ პოლიციელების დაკითხვას. მოლოდინი როგორი იყო სასამართლოდან არ დააკმაყოფილა, კიდევ 2 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა, ჯამში 20 მოწმეზე გითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ დაკითხვაზე დასტური არ მოგცა, ასე ვთქვათ, სამაგიეროდ საქმეში ყავს პოლიციელები, ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი და დღევანდელ პროცესზე ვისაუბრე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი 6 პოლიციელიდან 5 არის ნიღბიანი, წარმოგიდგენიათ, ანუ ამაზე აი ბრალდება ამ მტკიცებულებით არის ამ პროცესზე მოსული, ამ პოლიციელებს ვერავინ ვერ ამოიცნობს. მე იმ კადრში რო ვაცვალიერებ, არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ ეს ის არის, რითი უნდა მივხვდეთ წარმოდგენა არ ამაქვს, თვალები უჩანს მარტო. მოვლენ ეს პოლიციელები და მე იტყვიან, რომ აი ეს ასე ვთქვათ, შენ იღბული არაფერი რო არ უჩანს მე ვარ და ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის. აი ამ ტიპის მტკიცებულებებია, ასე ვთქვათ, დაშვებული ამ საქმეში. სხვა დღეს მნიშვნელოვანი რაც იყო დიახ ის, რომ პოლიციელმა, ასე ვთქვათ, დამკრავებელმა, რომელმაც სხვა არაერთი დარღვევა ჩაიდინა ამ საქმეში, დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელს დიახ მართლაც ედო ხელბორკილი, რაზეც მზია საუბრობდა, მათ შორის მეორე საქმეში, რომელიც აქედან გამოყოფილია და ჩახსნილია, რომ იმ საქმის მიმდინარეობას თვალყური არ ვადევნოთ არც ჩვენ და არც სხვა. დაადასტურა მან, რომ დიახ მას ხელბორკილი ედო, უკან ჰქონდა ეს ხელების შებორკილი, რატო კაცმა არ იცის. მას შემდეგ რაც დაკავების ოქმი გააფორმეს, მათ შემდეგ რაც ის პოლიციის შენობაში ყავდათ და ასე ვთქვათ ოთახში იჯდა, რა გარემოებით იყო გამოწვეული მისი ხელბორკილით დაკავება, თუ არა ზუსტად იმითი, რაზეც ჩვენ საუბრობთ ამდენი ხანია, რომ ესაც მათ შორის იყო პოლიციის მხრიდან ანგარიშწორების, ანუ მის მიმართ აი ამ დამოკიდებულების დემონსტრირების ერთ-ერთი ფორმა, გარდა იმისა, რომ რაზეც საუბრობს თავად მზია ამაღლობელი, რომ მანამდე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეაფურთხა ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა ბატონმა დგებუაძემ ამ საქმეში. შემდეგ იყო ის, რომ ის საათების განმავლობაში ხელბორკილ დადებული ეჯდათ ამ პოლიციის შენობაში და არ დავიწყდეთ, რომ ეს არის ის პოლიციის შენობა, რომელიც პირდაპირ მხარია ამ სისხლის სამართლის საქმეში და მოქმედებენ შესაბამისად. ეხლა სხვა ამბავია, რომ სხვა არაერთ დარღვევაზე იყო საუბარი, დაირღვა დაკავების წესი, ჩხრეკის ჩატარების წესი და ამაზე ჩვენ შემდეგში კიდევ ვისაუბრებთ. ქალბატონ მარია, ჩვენ გვინდა რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ექსკლუზიური ინფორმაციაც, რომელიც ტევ-პირველმა გაარკვია და ეს ეხება სწორედ მისი ბორკილების დადების მომენტს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მინდა როგორც ადვოკატმა დამიდასტუროთ, მზია ამაღლობელმა ეს ჩვენება მისცა საგამოძიებო სამსახურს, სადაც ის წერს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი შევიდა მასთან
შეურაცხყოფელი სიტყვებით მოითხოვა, რომ ბორკილები დაედო მისთვის და ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ადამიანი არის დავით ათაბეგაშვილი, გია ბესელია საჭალის პოლიციის საამართლოს უფროსის მოადგილე, რომელიც შემდგომ ამისა, სულ რამდენიმე ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწინაურა და ის ბელარუსში ატაშეთად დანიშნა და როგორც ვიცით, მზია მაღლობელმა ის რომ ათაბეგაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც სიტყვიერი შეურაცხყოფას მიაყენა, აგინა და ხელბორკილები დადო, TV პირველზე გასული სიუჟეტით ამოიცნო. არის ეს ინფორმაცია? დიახ, ესე იგი იმ საქმეში ზუსტი რომ იყო სამართლებრივად, იმ საქმის გარემოებებზე მე ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარყოფ, იმიტომ რომ მე არ მაქვს წვდომა იმ საქმის დოკუმენტებთან და იმ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით ასე ვთქვათ, მე არ წარმოვადგენ. ზიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიყავს ის საქმე და მათ უკეთ იციან. თუმცა თავად მზიამ ჩემთან საუბარში აღნიშნა და დაადასტურა, რომ დიახ, თქვენ სიუჟეტში ამოიცნო მან ეს ათაბეგაშვილი, როგორც მას ძალადობის განმახორციელებელი ერთ-ერთი პირი, იმიტომ რომ ისე არ იცოდა ვინ იყო, მხოლოდ ასე ვთქვათ ვიზუალური მეხსიერებით დაიმახსოვრა. შემდეგ თქვენ სიუჟეტში ნახა და მითხრა, რომ ეს არის ის ადამიანი, ვინც მასზე განახორციელა ეს ძალადობა, მათ შორის ბორკილის დადებასთან დაკავშირებით. აპირებთ თუ არა, რომ ჩვენ ვუსმენთ რომ მოსამართლე პრაქტიკულად არ აკეთებს იმას, რაც უნდა პროკურატურას დღესაც, როდესაც მტკიცებულებების დაშვება არ გაშვებას განიხილავდა, რომელიც ძალიან მარტივი საქმე იყო, სათათბირო დროით ხო 10 წუთი და როგორ ფიქრობთ, აპირებთ თუ არა ათაბეგაშვილის დაკითხვას და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს მოსამართლე ათანხმებს ვიღაცასთან, იმიტომ რომ ეს შთაბეჭდილება ამ სასამართლო დარბაზში უკვე მე რამდენი დღეა ყოველას ათაბეგაშვილი ამ საქმეში მოწმე არ არის, ის საქმის გარემოებები, მეორე საქმის გარემოებები გახლავთ, მზიას მიმართ არასათანადო მოპყრობას და სამოხელეო დანაშაულს უკავშირდება. თუმცა ამ საქმეში, რაზე ვისაუბრებთ, დღეს კიდევ ორ მოწმეზე არ დაუშვა მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა, ეს ორი მოწმე გახლავთ, აი ეს ვითომ ადმინისტრაციულად დამკრავებელი ყალბი მოწმე ვანაძე და პატაკის შემდგენელი ზენაიშვილი, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეზე დაიკითხნენ. აქ დაკითხვის საშუალება არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეზე დადგენილ გარემოებებს კანონის მოსამართლე ვერ გამოიყენებს ამ საქმეში, ფაქტიურად დაცვის მხარეს სასამართლომ 20 მოწმეზე გითხრა უარი, 20 მოწმის გამოკითხვაზე, სამაგიეროდ ამ საქმეში არიან პოლიციელები, 6 პოლიციელი და 5 ნიღბიანია. ამ შემდეგ პროცესებზე გამოვიცნობთ, ვინ არიან ისინი. მადლობა. აი დიანა, ეს იყო ის მოცემულობა, რაც დღეს სასამართლო დარბაზში ვნახეთ. ამ დარბაზში ამ წუთებში ისევ პროკურორები არიან ჩაკეტილი, რაც შეეხება შემდგომ სასამართლოს ხდომა 7 aprilს იქნება შემდეგი არსებითი განხილვა და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სწორედ 7 aprilს მოხდება ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის დაკითხვა, ვისთვის სილის გაწნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მადლობა ნატო გოგელიას, მე მაყურებელს ვეტყვი, რომ